მოგესალმებით. Თმები შევიღებეთ და ნახეთ. Აი ესე მაქვს ჯერ კიდე სველია, ჩემი თმა. ესე გამოიყურება ჩემი თმები სანამ შრება. აი, აქ დაინახავთ, რომ ტალღოვანდება. ეს ვარ გავასწორო. ეხლა კიდე რაც ნაწილი ჩამოვივარცხნე და გასწორდა, თორე სულ მიხუჭუჭდება ხოლმე და ჩოლკის შეჭრა აღარ მინდა, იმიტომ რომ ფიქრობ გავიზარდო. გაშრეს ბუნებრივად. ერთი მხრივ კარგიც არის, ფენი რო არა მაქვს. რა ბუნებრივად, აი ნახეთ, სველია უკან ჯერ კიდე, აი. მოკლედ, კიდევ ერთი მოკლედ ვთქვი. ოფიციალური მოსამსახურე ვარ. ოფიციალური მოსამსახურე ვარ შენი. აი არ გინდა ავაცხოთ. ხო, ესა ძალიან ისეთი ცოტა გამეცინა. ახლა ცუდი გაგებით არა, ოღონდ აი გაგებით გამეცინა კომენტარებზე, ვინც ფიქრობს, ეს ზოგს ესეთი წარმოდგენა აქვს, ვერ გავამტყუნებ, იმიტომ რომ სტატისტიკურად როგორც წესი ესეა ხოლმე, მაგრამ ჩემი შემთხვევა ყოველთვის განსხვავებულია და ყოველთვის გამორჩეული. რას ვიზამ? მახსოვს ერთხელ ერთმა მეგობარმა დაქალმა, თან დაქალი არა, მე უფრო მეგობარი რა. მითხრა ჟურნალისტია რა, მოკლედ და მითხრა რომ ძალიან იმაშვებიო რა, ანუ რბილი ხარო, ანუ ბავშვებთან, შვილებთან რა, მოკლედ. და ამიტომ რომ ხედავენ რომ შენ ესეთი რბილი ხარო, მანიპულირებენ შენითო და რბილი კი არა ვარ, უბრალოდ მე ვთვლი ესე რომ მინდა რომ მქონდეს ნორმალური ჯანსაღი დამოკიდებულება შვილებთან, არ მინდა ეს ჭუბი, ყვირილი და ეგეთი რაღაცები ხო ხდებით, ანუ თუმცა ხანდახან მეც ავფეთქდები ხოლმე, როცა ეხება ვთქვათ რაღაცა, ვთქვათ ისეთ საქმეებს, რომელიც თვითონ შეუძლია გააკეთოს და არ აკეთებს, ან სწავლასთან დაკავშირებით, აი ესეთ რაღაცებზე მაქვს ხოლმე, ომი, პატარა ომები მაქვს ხოლმე სახლში. ოღონდ იცით როგორი, უფრო აი ერთი დიდი ლექციის ჩატარება, ლექციას ვატარებ ხოლმე რა, მოკლედ. ყველა მეთოდი მაქვს გამოყენებული. წყნარი, ისეთი, ასეთი, მოკლედ. ხამამაღალი ესეთი ტონითაც, როცა ადამიანს რაღაცა თვითონ არ სურს, თავზე ზემოთ ძალა არ არის. ხო და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე ვაპატიმრებ, ვიჭერ, არავის არ უშვებ, არც უფროს შვილს ვაპატიმრებდი და ის მქონდა არც სოსოზე უფრო მეტი თავისუფლება, მეთქი რამე შეცდომა ხო არ დაუშვი ნიკაზე თქო და ეხლა ამას საერთოდ სრული თავისუფლება აქვს რა და არ ვიცი უკვე ვეღარ გავიგე. არც ის ვარ გავა, მოკლედ ეს ხანდახან ისეთი თავისუფლება მრჩება, რომ ყველა ვარიანტში უნდათ რომ გამომიყვანონ, ასე ვთქვათ, ტყუანი. არ ვიცი, ალბათ დედებად და პედაგოგებად, ანუ დედა პედაგოგებად იბადები. არ ვიცი, ვერ გეტყვით. მოკლედ, ესეა თუ ასეა. თავარია რომ მე როგორც ვთქვათ, ღვთის იმითი ვზრდი, ანუ წესებით და არ მინდა, რა ვიცი, მე ახლა ყველას თავისი მეთოდი აქვს, ალბათ აღზრდის, რა ვიცი. სიმკაცრეც არის, განა არ არის ჩემ ასე ვთქვათ, დამოკიდებულებაში, თავისთავად ისიც არის, მაგრამ ყველაზე კაი გამონათქვამია მეგობრებო, ეს არის მარტო აღზრდა რას უშველის და დანარჩენი თქვენ იცით, ხო? ხო და ამიტომ
ესეა რა, უბრალოდ მე არ ვარ ის კატეგორია, როგორც მე ბავშვობაში მიბრახუნებდნენ როგორც გრუშა. და მოკლედ ტერორის ქვეშ რო ვიყავი, ესე არ მყავს. და არასოდეს არ ყოლია, არც ნიკა, არც სოსო, არ მიცემია. ერთი-ორჯერ თუ მახსოვს, რომ მოცხობ რა და ერთხელ იყო ნიკამ ძალიან გამაბრაზა, უკვე დიდი იყო რა და უყვარდა შანტაჟები ნიკას, მაშანტაჟებდა თუ ესე არა ისე მოკლედ შანტაჟი და გარდატეხის ასაკში სახლიდანაც გარბოდა ხოლმე. მე ვნერვიულობდი თავისთავად, ვეძებდით ვანდას მეგობარი, თანამშრომელი. მოკლედ მანქანით მოვივლიდა მთელ ჩვენ უბანს, იქით აგერთან იმასაც ვნერვიულობდი, მეთქი რა ვიცი მე გარდატეხის ასაკში. ხო, შანტაჟი როგორი სახის იყო? ეხლა გეტყვით. რომელ დედას ექნება ნორმალური რეაქცია ესეთ შანტაჟზე? თავს მოვიკლა. ესეთი ფრაზას რო იტყვის. რასიზა. მაქსიმალურად ეცდები, რომ რაღაცა მაინც დაუშვებ აზრს, რომ შეიძლება ხო, რაღაცა უცბად ხდება ესეთი რაღაცა. ერთი წამის ამბავია რაღაცა და შეიძლება რაღაცა მართლა სისულელე ჩაიდინოს, ხო? არის ესეთი შემთხვევებიც, ხო? ხო და სიფრთხილეა საჭირო რა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს მით უმეტეს მაგ დროს. რომ რაღაცა ისეთი შეიძლება რამე ისე თქვა, რომ არ გაგიგოს სწორედ და ეს გახდეს მერე რაღაცის მიზეზი, ხო? ამიტომ ძალიან ძნელია რა. ფაქტიურად გამოდის, რომ იმ პერიოდში, როცა ეს ამ პერიოდს გადის მოზარდი, საკუთარ თავს უკვე არ ეკუთვნი, ხარ რაღაცნაირად დამონებული და ყველანაირად უწყობ ხელს, ხო? ადამიანს, რომ ეს არის ამ მშობლის ვალიც ხარ არის, ხო? მაგრამ ხანდახან მშობლებიც უშვებთ ხოლმე შეცდომებს. ახლა აბა გარბოდა ეხლა ნიკა, ესე იგი სადაცაც რაღაცა არასწორად ვამბობდი. მაგრამ ყველას ჩვენი ნერვები გვაქვს, ხო? ხანდახან ჩვენს რაღაცა მომენტში არ გვეყოფა რაღაცა ტაქტი ქვია თუ რაც ქვია და მოკლედ რა იდეალურები არ ვართ. ყველას გვემართება შეცდომებით, რაღაცებს შეცდომებს ვუშვებ. საერთოდ სხვის საქმეებში ყველა ბრძენები ვართ, ხო? აი მე ესე გავაკეთებდი, მე ესე ვაკეთებ და საქმეზე რომ მიდგეს და თვითონ რომ რაღაცა მოუწევს ადამიანს რაღაც გზის გავლა, მერე სხვა რო იტყვის უკვე იმ ადამიანს, მერე კი დაფიქრდება, რომ აი ალბათ ესეთ მდგომარეობაში იყო ისიც მე რომ ვამბობდი ასეო. მიხვდით ხო რაზე ვლაპარაკობ. ხო და ასე ძალიან ესეა რა მოწყობილი ცხოვრება. სწავლას ერთ შეეხება, ახლა ხო სწავლა კი არა, უბრალოდ სწავლის ამბავი წინა ვიდეოში გავარკვიეთ. ასე თუ ისე, ხო მოკლედ გითხარით, მეგობრები და ურთიერთობები. აი არ ვიცი რა. ახლა ცოტა ისე გამომდის, რომ ანუ თვითონ არა აქვს ახლა ისეთი ასე სურვილები, რომ თქვა, ახლა მე რომ მაგის ასაკში ვიყავი პირიქით, დაქალებთან, ანუ სკოლაში რაღაცა ისეც რო არ ყოფილიყო და ვთქვათ რამე, აი დაქალების ნახვა მიხაროდა და რა ვიცი, სიხარულით მივდიოდი. იცით, აი როგორი ტიპის ბავშვია მოზარდი სოსო. არ უყვარს ბევრი, აი ესე ვთქვათ, აი ურთიერთობა რა, არ არის ძალიან ისეთი. მე მაგალითად პირიქით, ძალიან საწინააღმდეგო მხარე ვიყავი. მიყვარდა ეზოშიც ფაქტიურად აი ეს ლიდერული ისინი მქონდა, ვიყოლიებდი ბავშვებს, მეთქი აი ეს ვითამაშოთ, ის ვითამაშოთ, დავატარებდი ჩემ ჭკუაზე ხანდახან. და
ესე იყო, მაგრამ საერთოდ მამამისია, ეგეთი ტიპია. ისეთი დინჯი, თან სვანია, არ დაგავიწყდეთ სვანები კიდე არ არიან ისეთი, როგორც ვთქვათ, მეგრელები, იმერლები, ჰოპ, ესეთი უფრო დინჯები არიან და უფრო ესეთი გაწონასწორებულები და ალბათ გენეტიკაც მოქმედებს, ხო, ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარს მეგობრები და საერთოდ არ უნდა ურთიერთობა, უბრალოდ თავისებური ადამიანია. და ხან უნდა, ხან არ უნდა, იკეტება ხოლმე თავის თავში. აი, რა ქვია სოსო, მავიწყდება ის სიტყვა, სოსო. აი, ხალხთან რო არ უყვარს, ბევრი გახსნილობა რა. ხო. სულ თან თვითონაც იძახის ხოლმე სოსო. მე ინტროვერტი ვარო. ხო და, ეხლა რა ვიცი, მე მეთქი თავს ახევ ძალით რაღაცეებს თქო იქნებ და არ ხარ თქო და უბრალოდ ესე გონი, არ ვიცი, მოკლედ ესეა. ხო და ესე, მეგობრებო. როგორც იქნა, თმა შევიღებე, მადლობა ვის. დავწერთ ესე. მადლობა ნინოს. ეხლა გამახსენდა ადრე რაღაც რეკლამა იყო. მადლობა ვის? მადლობა ჩემს. ხო და რო გამიშრება, რო გაშრება ეს თმები სრულად და სულ აი ესეთი გამიხდება, მე ავდგები და ნელ-ნელა უთოთი დავაუთოვებ და გავასწორებ, რომ ესეთი გაბუებულმა არ ვიარო, ჩოლკას რაღაცას მოუფიქრებ რა, მოკლედ ესე უნდა გადავიწიო ხოლმე. არა და მაღალი შუბლი მაქვს მე და იძახიან მაღალი შუბლიო გონიერების ის არის, ხო არის ეს სახის ნაკვთებით, ხელებით, ფრჩხილებით, რომ აფასებენ ადამიანის იმას საერთო სურათს რო ხატავენ. რაც ფსიქოლოგიური ისინია და სტატისტიკური, მოკლედ. და მაგრამ მე არ მომწონს ძალიან მაღალი შუბლი, აი არ ვიცი, ძალიან, აი ნახეთ რამხელა შუბლი მაქვს. ხო და იმიტომ ხმარავდი. იმიტომ ვიჭრედი ჩოლკებს, რომ უფრო მოკლედ თითქოს პროპორციული გამხდარიყო. ხო და ესე. ასე რომ არავის არ ატარებს თავის ჭკუაზე. ჩვენთან ზოგადად ესე იყო, ჩემი ბავშვობის გამოკლებით, მე მიუხედავთ იმისა, რომ დედას უნდოდა თავის ჭკუაზე ყოფილიყავი სულ ყოველთვის და საერთოდ აი გასაქანს რო არ მაძლევდა, ვიყავი პატარა ესეთი რევოლუციონერი ოჯახში რა, ჩემ სიტყვას ყოველთვის ვამბობდი, ამ სიტყვების გამო, რა თქმა უნდა, ვიცემებოდი. ასე თქვა. აი ესეთი პოლიტპატიმრები რო არიან ხოლმე რა, ანუ სიმართლეს რო იტყვი და ჩაგაგდებენ რა, რაღაცა დაახლოებით ესეთი ვარიანტი ოჯახში. ხო და ეხლანდელი გადასახედიდან რომ უყურებ, ეხლა რის გამოც ვიცემებოდი, იყო, ანუ წმინდები რომ ვიყავი 100% მართალი, იმიტომ რომ რამე ისეც კი არ ვითხოვდი და რაღაცა განსაკუთრებული რამე ესეთი საოცარი კი არ იყო, უბრალოდ აი ძირითადად ვილახებოდი ხოლმე სიმართლის გამო. იმიტომ რომ თავიანთი, ანუ უფრო პრინციპების გამო, ანუ ხო არის მშობელი როცა შენზე ზრუნავს და უნდა რომ შენ ცხოვრებაში უკეთესად იცხოვრო და რაღაცას მიაღწიო და ასე შემდეგ, ხო? ეს გასაგებია, მაგრამ როცა აი პრინციპის გამო რომ აი მე არ მომწონს და შენ ამას აკეთებ, ან რაღაცა მაგდაგვარი, ხო? თავისთავად ეხლა რეაქცია მქონდა.
ხო, რას ვიზამთ ახლა თავისი ინტერესები უფრო წინ ეყენა ჩემს მშობლებს, ვიდრე ჩვენ შვილები. ერთადერთი მარტო რაც იყო, ანუ ვაჭმევდნენ და გვაცმევდნენ თუ ქვია იმას ჩაცმა, რაც გვეცვა ხოლმე. მოკლედ. რთული ბავშვობა მქონდა, მოკლედ. რთული ბავშვობა და როგორ ფიქრობთ ახლა, როცა ადამიანს აქვს ესე გამოვლილი ის თავის შვილს. ხო, თან პარალელებს რო ვავლებდი ხოლმე ყოველთვის. მეთქი, აი როგორ უნდა გაიმეტო შენი შვილი, აი ესეთი რაღაცისთვის, ისეთი რაღაც, ანუ პარალელების გავლება რა. აი არ ჩდებოდა არანაირად ჩემ მაშინ გონებაში. თუნდაც ის რომ მაგალითად რაიმე ისეთი გეთქვა, რაც შენ შვილს დააზიანებდა და მოკლედ რა, არ ვიცი. სხვა თაობა, ახლა თაობასაც ვერ დავაბრალებ, ალბათ უფრო შეგნება, უფრო მეტად ალბათ ნაკითხი, როცა ადამიანი უფრო მეტად ჩაღრმავებული ცხოვრებას ფილოსოფიურად ისე ასე ნუ მოკლედ რა ნაკითხი ადამიანი სხვაგვარად უყურებს ცხოვრებას და სხვანაირად ცხოვრობს და სხვანაირად ზრდის შვილებს. ხო, ნუ ესეც არის ახლა ისტორიიდან, ხო, ანუ ესე დიდგვაროვანი ოჯახების შვილებს რომ გლეხის ოჯახს მიაბარებდნენ და ისინი ზრდიდნენ და იქ სიმკაცრეც იყო და რაღაცა ეს სიმკაცრე კიდე სხვა რაღაცაა. ახლა მე გამახსენდა გუშინ მაგალითად რაღაცა ჭურჭელს რომ ვეცხავდი ცოტა ცხელი ანუ წამოვიდა ცხელი როგორ ახლა როცა ოდნავ ნაკადს უკლებ უფრო ესე გამახსენდა ვიცოლა ჩემი რომ ჩამისხავდა ესე ჯამში იქ სოფელში მთაში ესეთი რკინის ჯამში ჩამისხავდა ამ თუღარე წყალს ჭურჭელს ჩამილაგებდა და მეუბნებოდა გარეცხეოდა რომ მეწოდა ხელები თან პატარა ვიყავი ხა ხელები რომ მეწოდა ვიძახდი მეწვის მეთქი ხელები და ისო გარეცხეო რას ქვია არაფერი ცხელი არ არისო და აი წითელი გამარვალებული ხელებით ვიყავი ხოლმე და ეს ეხლა კი რაღაც კუთხით შეიძლება გამოგადიოს მაგრამ უფრო მეტად თავდაჯერებულობა დავკარგე იმიტომ რომ დამონებას ცდილობდნენ უფრო ხშირად ჩემ დამონებას ანუ ის კი არ იყო რომ რაღაცა სასარგებლოდ იყო ეს ანუ მოცემული ცხოვრებაში რომ აი გამომადგებოდა და ჩემზე კი არ ზრუნავდნენ რომ მე ჩემთვის კი არ აკეთებდნენ ამ ყველაფერს უბრალოდ მიყენებდნენ როგორც ასე ვთქვათ თან ბავშვის შრომა წარმოგიდგენთ ბავშვის შრომას ვიყენებ ასე რომ ეს არანაირ კავშირში არ არის იმასთან აღზრდელობით საკითხებში. ნუ ესე როცა შეგნებულად აი გულში რო გეტირება და ძალით რო რაღაცას თქვათ გააკეთებ რო იცი რომ შენ შვილისთვის კარგია ეს სხვა საკითხია რომ ითმენ იმას და აი საკუთარ თავს ფაქტიურად ჯანმრთელობას და იმ ნერვებს წირავ და შენ თავს გადააბიჯებ და რაღაცას აკეთებ რომ იცი ის შენი შვილს გამოადგება რაღაც ხო თქვა ცხოვრებაში მაგრამ ის რომ შენ კაპრიზს ისრულებ და შენ კომფორტისთვის როგორც ჯობია ისე მოირგო შენ შვილის ცხოვრება ესე ნუ ხშირად მე და ჩემი და უფრო რა მე და ვანდა მე ნუ ხო იცით ასაკი მაინც ბევრ რაღაცას ასწავლის ადამიანს მე იქაც შეხედავს ხვის მაგალითებზე აქეთ-იქით და ცოტა რაღაცებს სწავლობს ადამიანი ასე თუ ისე მაინც ცოტ-ცოტას და ხდება უკვე შეიძლება ბევრი არ აღიარებდეს მაგრამ ბევრი ხდება თავის შეცდომებს ხო და როცა ახალგაზრდა თეორიულად ჭკუას გარიგებს ამიტომ ცოტა ისეთი თემა რა არ არის ლამაზი თუმცა შეიძლება ანუ თეორიულსაც ვიძახი როცა თვითონ ანუ შვილი არ ყოლია ან პატარა ყავს ძალიან და ჯერ არ იცის რა არის გარდატეხის ასაკი ჯერ არ იცის რა არის
ისა მოკლედ ყველაფერი და რაღაცას ამბობს, ხო? მგონია რომ ზერელე ის არის რა, იმიტომ რომ მას ჯერ არ გამოუვლია თვითონ თავის თავზეც არ გაუგია, უბრალოდ იცის თეორიულად და რაღაცა სხვისი რაღაც გამოცდილებების შეჯამებას აკეთებს და დასკვნებს, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და ყველას აქვს რაღაცა მხარეები, ზოგს ესე, ზოგს ისე, მოკლედ. ხო. ახლა არ ვიცი იქით დავაყენე როგორც იქნა. მით კიდე ცოტა გასწორებთ. აი ასე. გუშინ ვათვალიერებდი მას რა ქვია YouTube-ზე რაღაც ვიდეოებს ვუყურებდი და მე შოკა ვერა და ვერ მოვიშორე გვერდზე ვერ გადავწიე. და ეს ძალიან კარგი რაღაცა ვარჯიში შემხვდა, რომელსაც რა ვიცი, მე მგონი ბავშვობიდან ვაკეთებდი ხოლმე, თან ისე რა პასიური ვარჯიშია. ხო და ვფიქრობ ახლა ვიდეოს რო ჩავწერ ვარჯიშებზე, მაგ ვარჯიშსაც გაჩვენებთ. ჯერ ვერა და ვერ დავლაგდი, რომ მას ვქნა ესეთი ვიდეო, ესეთი ტიპის ვიდეო ჩაგიწეროთ. მაგრამ ახლა მომავალში ვგეგმავ რა, მოკლედ გადავიღებ აუცილებლად. და ეს ვუყურებ ხოლმე ძირითადად იმას არ ვიცი ამ ბლოხებში რაღაცა შეპყრობილივით ვარ მეგობრებო. ვუყურებ რა ხდება ამერიკაში, ნიუ-იორკში, კერძოდ, ანუ აი რომ გადადიან საწყისი რა არის საჭირო, აი ესეთი რაღაცები, ესეთ ვიდეოებს ვუყურებ. თან კიდე ესეთი არხია ბიურო ქვია, რუსულენოვანია ბიურო, რომელიც დილას აღმოს, ოღონდ ამერიკის დროით დილას და საღამოს საინფორმაციოა. ანუ ყოველდღიურად რა ხდება ამერიკაში, ყველაფერს ვგებულობ. არა მარტო ამ წყაროდან ბიუროს რო ვუყურებ, კიდე არის ერთი, იმას არ მახსოვს რა ქვია, ის შედარებით ახლა ხანს გამოვიწერე და სახელი არ დამამახსოვდა. იქ კიდე თითქოს ცოტა სხვა კუთხითაც აშუქებენ რაღაცა ინფორმაციებს და უფრო განსხვავებული ის არის, ანუ კონტენტი და არის ვლოგერები, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ და რუსულენოვანი ქართველები, არ ვიცი, კი არის ნახე, მაგრამ ხშირად არ დებენ ვიდეოებს, არ არის აი ყოველდღიურად რო დადონ და ესეთი ვიდეოები არ აქვს სამწუხაროდ და ახლა იქ ერთი რამოდენიმეა ახალგაზრდები ძირითადად ანუ ყველაფერს ვიყვებიან, არის ისეთი ვიდეოები, დილიდან საღამომდე რას აკეთებენ, როგორ მუშაობენ, როგორ ანუ უყვეთავენ რაღაცა თქვათ ნივთებს ან საცადილობენ, საცაუზმობენ და ესეთი რაღაცები ძალიან საინტერესოა ახლა. ისეთი ხო, თან კიდე ის რო არის ინდუსის ერთმა მითხრა ვიდეომეც ვუყურებო, სიფათი რო ქვია, მაგასაც ვუყურებ ხოლმე, ოღონდ მაგას ლაივები აქვს ცოტა გვიან, ანუ ცოტა ჩვენთვის არის გვიანი. ფაქტიურად დილის 4 საათზე, ესე 4-5 საათზე პირდაპირ აქვს ხოლმე ნიუ-იორკიდან, ანუ რო დადის რა ნიუ-იორკის ქუჩებში და ჩვენ რო არეული ქონდა ეს რეჟიმი, მოკლედ ვუყურებდი ხოლმე, სხვა გზა არ მქონდა ვუყურებდი და სხვა გზა რა არა, მომწონს და იმიტომ ვუყურებდი. ხო და მოკლედ ფსიქოლოგიურად თუ როგორ იტყვი, ანუ გონებრივად აქ თითქოს არ ვარ და მე ჩემ თავს დავუკვირდი მეთქი, აი რატო ანუ რამ განაპირობა ეს რომ აი იქით გადავედი მთელი ჩემი გონებით, ემოციებით და რაღაცა. და მივხვდი იმას, რომ იმდენად და ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დამგრუზა ჩვენმა ყოფამ ჩვენ ქვეყანაში, რომ აი უკვე ფიზიკურად თუ ვერ გავრბივარ, აი ეს მორალურად გადავინაცვლე იქით
და იმ ცხოვრებით ვცხოვრობ, ანუ ვირტუალურად, რა თქმა უნდა, ეხლა ფიზიკურად ხო არ ვარ იქ, მაგრამ აი გონებრივად გრძნობ, რომ თითქოს იქ ვარ და იმ ატმოსფეროს რო შევიგრძნობ. რაღაცა პროტესტივით არის, იმიტომ რომ აქ არც არაფერი ხდება ახალი. ხელფასები დაბალი. მოკლედ, აი ძალიან ისეთ მაშინ ვცხოვრობთ რა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ყველაფერი, მაგრამ იმდენად გააფუჭა ამ ყველაფერმა ეს ამ ორად როა გახლეჩილი და შეიძლება უფრო მეტადაც არის გახლეჩილი და თან გახლეჩა იქით იყოს და ერთმანეთს რო ვერ იტანენ. რაღაცნაირად აი გაურბივა რა ამ ყველაფერს. იმიტომ რომ მე ვერაფერს ვერ შევცვლი. რა შემიძლია მე მარტოს და ჩემი ხშირად მეუბნებოდა ხოლმე ამ ბავშვობაში რომ მარტო შენ ვერაფერს ვერ შეცვლიო. ხო და ესე რჩება ესეთი გამოსავალი ან მართლა ადგე ერთ დღეს და აიბარგო და წახვიდე და შენ შვილს უკეთესი ცხოვრება კონდეს სხვა ქვეყანაში და იმიტომ რომ 50 წელი არ არის ცოტა დრო, ნახევარი საუკუნეა მეგობრებო, რომ უყურებ, რომ არაფერი არ იცვლება ჩვენ ქვეყანაში. და არ ვიცი, უკვე ვფიქრობ, ანუ სტატისტიკურად რა კი ამდენი ხანი არაფერი შეცვლა, აწი არც არაფერი შეიცვლება თქო და მართლა ხო არ წავიდე და ანუ შვილების გამო ისევ, რომ აი კონკრეტულად სოსოს, რომ უფრო უკეთესი ცხოვრება გქონდეს და ღირსეული, რომ არ მოუწიოს რა რაღაცა ჩემსავით ესე მათხოვრული ცხოვრება, რაღაცა კაპიკების გამო ვირივით შრომა და რა ვიცი მე. ჩვენ ქვეყანაში ხო თუ ვინმეს მაღალი ხელფასი აქვს, ერთმანეთს უბიძგებენ ხოლმე, ანუ ხელს წაკრავენ და ეხმარებიან ნაცავი იქნება თუ ასე და ასე შემდეგ და თავისი ნიჭით მაშინ ძალიან მაგარი ვიღაცა უნდა იყოს და იმ ტვინს უნდა ანთხევდე მართლა რომ რაღაცა ღირდე და ყველას არ აქვს ესეთი უნარები. ხო, ასე რომ არ ვიცი რა, ვარ ფიქრებში. ერთ დღესაც ეს ვიდეო მე რომ გავიხსენო და ვთქვა რომ გახსოვთ მეთქი რომ ესე ვამბობდი და რომელიმე სხვა ქვეყნიდან რომ გავაგრძელო ვიდეოების ასე ვთქვათ ჩაწერა ვლოგების. არ ვიცი რა, ყოველთვის ვიძახდი რომ მე ჩემ ქვეყანას არ დავტოვებ, არ წავალ სხვა ქვეყანაში, არ მაგრამ რაღაცა ანუ მოლოდინი რომ გაქვს ადამიანს და რაღაცა შეიცვლება. 50 წელი არაფერი შეცვლა, აცი რაღა შეიცვლება, არ ვიცი მე. მართლა არ ვიცი. ნახოთ რა იქნება. კარგით, გავკოცეთ აბა, დროებით ხვალამდე.